გამარჯობა, თქვენ უყურებთ რეალურ აქცენტებს ნინო ხაჩიძესთან ერთად. ჩვენ ერთმანეთს ხვდებით ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს 14 და 10 წუთზე ტელერადიო კომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ Georgian Times-ის Facebook-ის გვერდზე. YouTube-ის აღზრდა და ბუნებრივია გვისმინოთ რადიო სიხშირეზე FM 92.3-ზე. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ დემურ გიორხელიძე. ბატონ დემურ, დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მოგბრძანდით ჩვენთან. კომენტარებში ხო წერე რომ მაგი ნუ მოგყავთ აქ. ხო, ჩვენ არ უჯერეთ. ჩვენ არ უჯერეთ. ხო, საერთოდ ამას ვიტყვი აუცილებლად ადამიანს აქვს ეს თვისება და ეს ფსიქოლოგიურად და მეცნიერად არის დადასტურებული, რომ თავისი განწყობები და მტკიცებულებები როცა არ მართლდება, ადამიანს უჭირს ამის მიღება, ამიტომ ურჩევნია სხვა და ადანაშაულოზე თქვას, რომ ის აღარ იყოს და ის გაქრეს და იმას არ მოусმინო, ვიდრე ის რომ თქვას, რომ მე შემეშალა. ჩვენ დიდი ხანია უკვე თქვენ ინტერვიუებს იღებთ, ერთმანეთის მიმართ გვაქვს ძალიან პატივისცემის მქონე დამოკიდებულება. აი, ჩემი ყველა გამოსვლა არის უდიდესი პასუხისმგებლობა იმ ხალხის მიმართ, ვინც ისმენს. განურჩევლად მე მოვწონვართ წლების განმავლობაში რაიმე შეცდომა თუ დაუშვით. ნამდვილად არა და იმიტომაც გიწევთ ძალიან ხშირად ბატონო დემურ და მე მინდა ჩვენი საუბარი ძალიან ეხლა უფრო საშინელი მდგომარეობა, ეხლა საერთოდ ძალიან რთული მდგომარეობა. დიახ და ბატონო დემურ მინდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი, მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება, რომ აი მსხვილის მიდევნებაც კი არათუ ანალიზი ხანდახან ჭირს, რომ ეს მთლიანად დაიტიო როგორ ვითარდება ეს მოვლენები. მე მინდა გაეროსში შეკრებაზე ვისაუბროთ გენერალურმა ასამბლეამ, ანუ სხვა არის იცის მსმენელმა და მაყურებელმა, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ უშიშროების საბჭო გაეროსი სხვა ორგანოა, გენერალური ასამბლეა გაეროსი სხვა ორგანოა, გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებს აქვს არეკომენდაციო ხასიათი და უშიშროების საბჭოს ის ვითომ სავალდებულოდ არის შესაძლებელი. ყოველ შემთხვევაში დღემდე ასეა. უცნაური რაღაც მოხდა, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ორი რეზოლუცია. ერთი უკრაინისა და ევროკავშირის მიერ წარდგენილი, ორივე ეხებოდა რუსეთ-უკრაინის ომს ბუნებრივია, მეორე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარდგენილი, იქ შესწორებები მოხდა. არსობრივად ერთი და იგივეა, უბრალოდ რუსეთს დაუყოვნებლივ მოუწოდებენ რომ გაიყვანონ ჯარი ეს უკრაინისა და ევროკავშირის მიერ შემუშავებული რეზოლუციით, ორივე რეზოლუციას 93-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი და დაახლოებით ამდენი ვიყო წინააღმდეგი და რაღაც 5-10 სხვაობა არის და ცოტა და თავშეკავებული იყო. კი ბატონო, 65 ერთ შემთხვევაში და 73 მეორე შემთხვევაში თუ რაც, მაგრამ ორივე რეზოლუციას 93-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. მაგრამ საინტერესო არის ის, რომ ამის პარალელურად გაეროს უშიშროების საბჭომ და ჩვენმა მაყურებელმა და მცენელმა ალბათ იცის, რომ 5 მოდულმოქმედი წევრი არის, რომელსაც აქვს ვეტოს უფლება, ეს არის ჩინეთი, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. თითოეულს აქვს ვეტოს უფლება და 3 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა უკრაინაში ომის დაწყებიდან ეს უშიშროების საბჭო გაეროსი მიიღო რაღაცა ტიპის რეზოლუცია, იმიტომ რომ იქ რუსეთია და მას ყოველთვის შეეძლო გამოიყენებინა ვეტოს უფლება და ბუნებრივია ამას გამოიყენებდა და იყენებდა კიდეც. და უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, სამაბზაციანი რეზოლუცია, რომელშიც ფაქტობრივად არაფერია ნათქვამი, გარდა იმისა, რომ უნდა მიაღწიონ მშვიდობას უკრაინაში, რა გზით, როგორი გზით, ეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობით, არამთლიანობით, აგრესია დაგმობილი არ არის რუსეთის. რა სცენა დაიდგა გაეროში ამ ერთ-ერთ უმაღლეს ორგანოში, რომელიც აწესრიგებს საერთაშორისო ურთიერთობებს. ამის ახსნა შეიძლება მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტებიდან. მოდი დავიწყოთ იმით, რომ უშიშროების საბჭოზე 3 მთავარი მოთამაშე მსოფლიო პოლიტიკისა ერთ პოზიციაზე იყო. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩინეთი, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. სხვა და ევროპა რასაც წარმოადგენს სახეზეა, მაგრამ მიდის ძალიან რთული თამაში, პოლიტიკური თამაში, რა კი ტრამპი დახვეწილი პოლიტიკოსი არ არის და დიპლომატიაში ამას თავისი ქცევით არ ხვევს, მაგრამ იმ პრობლემების გადასაჭრელად, რაც ამერიკის წინაშე დგას, მხოლოდ ასეთი კაცი შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, მას ზურგს უმაგრებს უძლიერესი ელიტა. ნახეთ, ნაწილი კონგრესმენებისა მათ შორის რესპუბლიკელები, სენატორებიც უკვე უკმაყოფილი არიან ტრამპთან, მაგრამ ზუსტად არის გამოკვეთილი. ნახეთ, ტულსი გაბარდის განცხადებები,
უშიშროების სამინისტროს ჩვენი ტერმინოლოგიით ხელმძღვანელი, რომელსაც ემორჩილება ცენტრალური და კიდევ 25 სპეცსამსახური, ხო სწორია? ამბობს, რომ პასუხისმგებაში უნდა მიეცეს ის, რასაც ქვია დამალული ღრმა სახელმწიფო deep states რასაც უწოდებენ და ეს არ არის უბრალო განცხადებები ან ამერიკა იქნება ან ამერიკა აღარ იქნება და ეს დამოკიდებული deep state იქნება თუ არ იქნება ეს არის დამოკიდებული იმაზე იმიტომ რომ კოორდინატა სისტემა შეიძლება გარემო შეიცვალა 30 წლის უკან ეს იყო აბსოლუტურად დომინირებული სახელმწიფო კაცობრიობის ისტორიაში არასდროს არ ყოფილა ასეთი რომ ერთ სახელმწიფოს კონკურენტიც კი არ ყავდა 90 წლისთვის 92-ში როდესაც დაშალეს და დაიშალა საბჭოთა კავშირი მიზანმიმართულად ასეთი რამ სოფლიოში არასდროს არ მომხდარა და შემდეგ როგორც კი ისინი ამოტივტივდა ის ნეოტროცკიზმი რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს ნეოკონსერვატორებმა რეიგანის დროს რეიგანი იყო ფარდა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი პოლიტიკოსი არ იყო, მაგრამ ფანტასტიკური მამაკაცი იყო, ქარიზმებით, შესანიშნავ კოსტუმებს იცოდა და კარგი მანერები ჰქონდა, გასაგებია მსახიობი იყო, აიფარეს წინ ნეოკონსერვატორებმა და დაიწყეს კლასიკური, ძალიან ძლიერი, აი მამათა დამფუძნებელი მამათა პრინციპებზე აგებული ამერიკის ნგრევა. ანტიტრესტული კანონმდებლობა დაიწყეს, ვითომ ვითომ სინამდვილეში წარმოიქმნა ის უზარმაზარი ანტიმონოპოლური წარმონაქმნები, რომლებსაც გლობალისტები უმაგრებდნენ ფონს და მათ ამერიკის შეერთებული შტატები ჭირდებოდათ მხოლოდ შეერთებული შტატების გავლენის მეშვეობით მოენგრიათ ის სისტემა, მსოფლიო სისტემა, რომელიც იყო. მაგრამ კონტრელიტამ ამ ყველაფრისა საბოლოო ჯამში შეძლო ხელახლა მოbrunება მოდით პირდაპირ თქვა რატომ დაუშვეს იმიტომ დაუშვეს რომ სხვა გზა არ იყო იმიტომ რომ სისტემა ინგრეოდა და სამოქალაქო დაპირისპირება იყო გარდაუვალი თუ გლობალისტები 2020 წლის აფიორას გაიმეორებდნენ და ის იყო ტოტალური ეხლა ჩვენ გადავედით რატომ დაუშვეს ტრამპის გამარჯვება რატომ გეუბნებით ამას ეს ფონი თუ არა გვაქვს ჩვენ წარმოდგენილი ტრამპის წინააღმდეგ ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მით უმეტეს სასაცილო ეგრეთ წოდებული დასავლური ორიენტაციის ქართველები ხო რომლებიც არანაირი დასავლური არ იყვნენ ერთ ჩვეულებრივი ბოლშევიკები იყვნენ ნეოლიბერალური ანტიტრამპიზმი და ანტიამერიკანიზმი ეს არის კრეტინიზმის მაჩვენებელი ზუსტად ტრამპი და მისი ჯგუფი რომლის უკან ძალიან ძლიერი და მათ შორის ხალხის მხარდაჭერა აბსოლუტური მხარდაჭერა დიდი ნაწილისა, აბა ყველა ვერ იქნება, ის საერთოდ უარს იტყვის საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს და დეკრეტებით მართავს ყველაფერს. არავინ არ დაუშვებს იმას, მის წინ რაღაც იმპიჩმენტიო, რა იმპიჩმენტი უნდა იყოს, გამორიცხული. შანსი არ არსებობს. რაც შეეხება იმას, რაც აი ეს არის ფონი. ამერიკის ყველაზე დიდი სირთულე არის ამერიკის შიგნით უნდა დაძლიოთ. მას სჭირდება გარე ვალდებულებების შესუსტება, იმიტომ რომ რესურსი ამდენი არ არის, მას სჭირდება მთავარი მოთამაშეების მხარდაჭერა არ ხდება მსოფლიოში, რომ შენ თვითნებურად შეგიძლია რაიმე გააკეთო. და მას აბსოლუტურად უპერსპექტივო გარემოს უქმნიდა და ფაქტობრივად ძალიან ძლიერი ამერიკელი სპეციალისტები, ძალიან დიდი, შეიძლება ხა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ანალიტიკოსი, რომელიც 20 წელი უმზადებდა ამერიკის პრეზიდენტს პირადად ანალიზებს, იყოს ყოფილი. ანალიტიკოსი ყოფილი როგორ იქნები? ვერ იქნები, ხო, იგივე სხვები აიღეთ, ყველა ამბობდა ამერიკის მომავალი უკრაინაში არის ვიეტნამიზაცია. ანუ სრული კრახი. გასაგებია რომ ამ ფონზე ამერიკის ამ გასვლა უკრაინიდან არის გარდაუვალი, მაგრამ ასე ვერ გახვალ, რომ შენ მსოფლიო სახე შეინარჩუნო, ხო? ბატონო, რა ქვი გეტყვით? ეხლა საინტერესოა. ავღანეთიდან რატო გამოვიდა ისე რომ სახე არ შეინარჩუნა? აი რა განსხვავება ავღანეთსა და უკრაინას შორის?
გამოვიდა, მაგრამ მილიარდიანი ტექნიკა ჩატოვა შიგნით და ერთ-ერთი პროექტი არის დიდი ავღანეთის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შუა აზიაზე ავღანეთის კონტროლის დამყარებას ჩინეთის საპირწონედ და რუსეთის შესაზღუდავად, იმიტომ რომ თუ ეს მოხდა, არც ერთ სახელმწიფოს შუა აზიისა, ხუთი სახელმწიფოა, თუ ისინი გეოპოლიტიკურ შეცდომას დაუშვებენ, ფაქტობრივად მომავალი არა აქვს. ხო, დაშლის ისე იყო გამოიყვანა დიდი ავღანეთის გეგმა ერთი და მეორე გეგმა არის უკვე უფრო ბრიტანული გეგმა არის, ეს არის დიდი თურანის გეგმა, რომელსაც თვითონ შუა აზიელებიც და აზერბაიჯანელებიც კი უფრთხიან. 6 სახელმწიფო, ერთი ხალხი, ესე იგი ამ ყველაფრის უკან ეს ძალიან ძლიერი ფონია, ხო? ამიტომ ტრამპი უნდა გავიდეს, რომ ამერიკის სახე შენარჩუნებული იყოს, მაგრამ მას არ შეუძლია უარი თქვას იმ გეოპოლიტიკურ ინტერესებზე, რომელიც არის ფორმა იცვლება. ამიტომ შემოგდებული იქნა პირდაპირ თქვათ, ჯერ დააკნინეს ევროკავშირი, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია, ნახეთ რა განცხადებებს აკეთებენ ევროპული სახელმწიფოს ლიდერები. აიღეთ უსუსური დანიის პრემიერ-მინისტრი, მშვიდობა უარესია ვიდრე ომია, ხო სწორია. კალათზე არაფერს ვამბობ, იგივე მერცის განცხადებები, რომელიც აბსოლუტურად საომარი რიტორიკა, 10,000-იანი მიტინგები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ანტირუსული განწყობებით, პლუს ჯორჯესკუს დაჭერა რუმინეთში, რომელსაც კაც მოპარეს არჩევნები, ამერიკაში დაიწერა ყველაფერი, არანაირი რუსული კვალი არ არსებობს, ჩარევა იყო ევროკავშირიდან და ცხადია ფარულად შეერთებული შტატებიდან. და მაგრამ გავრცელდა ინფორმაციას, ალბათ ყავდა ინფორმაცია, არ ვიცი ან სწორი ინფორმაცია, რომ აღმოუჩინეს 10 მილიონი და რაც იცვლელი ახლანდელ არჩევნებში რუმინეთის პრეზიდენტი გახდებოდა ჯორჯესკუ არის ანტიევროპული განწყობების, ანუ ევროკავშირის საწინააღმდეგო განწყობების, მაგრამ აქ არის ამ კონტექსტის ზუსტად უნდა ვიცოდეთ თავარი მიზეზი რატომ დაიჭირეს. რუმინეთი არის ყველაზე დიდი ტრანსპორტირების ადგილი მთელი შეიარაღებისა უკრაინაში. რუმინეთის ჯარები უკვე რამდენიმე წელია განლაგებულია უკრაინაში. მე ადრე დავწერე რომ ნატოს ჯარები უკრაინაში არიან. სხვადასხვა ფორმით არიან, ზოგი გადაცმული, ზოგი არაგადაცმული არ ევროკავშირი გრძნობს მთავარ რამეც რა მოხდა გაეროზე იმას პასუხობ, იმიტომ რომ ამას ფონები აქვს და არ შეიძლება ევროკავშირმა იცის რომ მშვიდობა უკრაინაში და ევროკავშირის დასასრული ერთი და იგივეა. ევროკავშირის დასასრული არის ნატოს დასასრული ავტომატურად. მერცი რაც ამბობს ნახეთ, ნატოზე ფაქტობრივად უარს ამბობენ, ფაქტობრივად ჯერჯერობით, შეიძლება ამერიკის გასაგონად თქვა, მაგრამ ევროპული უშიშროების სისტემა რუსეთის გარეშე არის უბრალოდ სიტყვათ რომ იტყვიან დემაგოგია, სხვა არაფერი, ვერანაირი უშიშროება ვერ იქნება. არც აქ რესურსი, მაგრამ რა კი ეს ელიტა ამხელა ზონას განაგებს წმინდა ბიუროკრატიული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მართვის სისტემა ევროპული ქვეყნებისთვის. ეს ბიუროკრატია, ეს აბსოლუტურად კორუმპირებული ფონ ლაიენი, სხვები, დეპუტატები, ესენი მინისტრები, წარმოიდგინეთ თქვენ ბრიუსელი გადაქცეულია ნარკოტრაფიკისა და ტრაფიკინგის ცენტრად, აქედან ხდება მთელი. რატო? მოსყიდული და მოგთამულია ყველაფერი და ყველა დონეზე. ხო? გასაგებია რომ ეს ხალხი ამხელა 400 მილიონიანი რეგიონია. ჯერ კიდევ სიმდიდრე შენარჩუნებული, თუმცა პერსპექტივა ასე თუ გაგრძელდა ძალიან მცირე აქვს. ამერიკელები უტოვებენ ევროპას ყველაფერს, რა კი თქვენ გინდათ ომი და სასურველია რომ ბოლომდე გამოიყენოთ რესურსი, ამერიკელები ამაში არ მიიღებენ მონაწილეობას, იმიტომ რომ ღიად დადგა ყველაზე დიდი კატასტროფა
რეალობის წინაშე. თუ უკრაინაში და აუცილებლად მოხდებოდა ეს ნატოს ჯარების შევა, ამერიკის იქ ყოფნის შემთხვევაში, ანუ ნატოში ყოფნის შემთხვევაში, მაშინ ეს არის პირდაპირ ომი და ამას ვერაფერი ვერ გააჩერებს. დამთავრდა ყველაფერი. კონცერტი მთავრდება ყველასთვის და ყველა. გასაგებია, რომ ჯერჯერობით მსოფლიო არ არის ამ დონეზე მისული, რომ ეხლა მე მოვიკლავ თავს, იმიტომ რომ ამ დონეზე არ გამოხსენებულა ჯერ. იმიტომ რომ თქვა ვიღაცა მოკლა, ხო, ვერ არის კაი აზრი, გონიერების ფარგლებში არ ჯდება, ეს რაღაც ფანატიზმი არ არის ასე ჯერ. მაგრამ რესურსი ჯერ ამოწურული არ არის. რუსეთის მაქსიმალურად შესავიწროებლად და აი დაჩაჩოქებლად. ჯერ არ გამოვიდა, მაგრამ უკრაინის რესურსი ამოწურული არ არის. ჯერ კიდევ 100,000-ობით ადამიანის მსხვერპლის გაღება შეუძლია. 18 წლამდე კიდევ ყავს მას ახალგაზრდები, კი ბატონო. საშინელი რაღაცები ხდება ქუჩაში. ამ ახალგაზრდებს იჭერენ და მიყავთ. მეორე. ანუ ფაქტობრივად ეს მინდა მყაფიო თქვა და ფაქტობრივად სასაკლაოზე მიყავთ. ისინი მიყავთ. სურვილი არ აქვს დომის და მომზადებულები არ არიან. мотивация არ აქვს. დღევანდელ ომში ახალგაზრდა კაცი რომ აუმო თვეები უნდა ამზადო და ისიც არ იქნება მეომარი, იმიტომ რომ აღარ არის ეს ის ომი. სულ სხვა რაღაცა. პლუს არ არის გამოყენებული ევროკავშირის რესურსი. პლუს არ არის გამოყენებული მთლიანობაში ნატოს რესურსი ამერიკის გარეშე. გარდა. ამერიკა უნდა გვერდზე გავიდეს, არაფრით არ შეიძლება. ამიტომ ესენი და რუმინეთზე რატო გაკეთდა აქცენტი და ბალტიისპირეთი გასაგებია პროვოკატორების როლს ასრულებენ. რუმინეთი უნდა პირდაპირ უკრაინაში დააჯახონ რუსეთს და რა კი რუმინეთი მოლდოვასაც ჩაითრევენ მე რე უკვე ტერიტორიები. რა კი აქ თავარი ნიუანსი რაჟია, რა კი რუმინეთი არის ნატოს წევრი, ევროპის ქვეყნების და ნატოს წევრი ქვეყნების ამერიკის გარდა მეხუთე პუნქტის ამუშავება უნდა და მაშინ ბრიტანელებსაც უნდათ, ფრანგებსაც უნდათ და გერმანელებსაც უნდა ჯარი შეიყვანონ. საომარი რიტორიკა არის წინახაზე წამოწეული. ამ სიტუაციაში გასაგებია, რომ ორმაგი რაღაც მოხდა. იქ ერთი მხრივ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიუთითა ევროპელებს რომ ღიად, რომ ეს რიტორიკა მიუღებელია და მიუღებელია ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ გენერალურმა ასამბლეამ თავისი გააკეთა ფორმალობა, მაგრამ უშიშროების საბჭოში, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ერთ რამეს. არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ უშიშროების საბჭოში არ დაბლოკა, ვეტო არ დაადო ამ გადაწყვეტილებას. ჩამოთვალეთ, რომ იცის იმიტომ რომ ისინი იტოვებენ და ამის მერე მოხდა ტრამპთან შეხვედრა მაკრონის. ნახეთ, მაკრონის შეხვედრა, იქ თავისებური რომ იტყვიან დამუშავება. თქმა იმისა, რომ ტრამპი ერთს ამბობს დღეს და ხვალ ამბობს, ეს მხოლოდ მეამეტ ადამიანებს შეუძლია არამედ ტრამპი არადახვეწილი დიპლომატიის გზით ატარებს ამერიკულ ინტერესებს და ამისთვის იგი გამოიყენებს ევროპას და თუკი ევროპელები რუსებს დაეტაკებიან და ალბათ დაეტაკებიან, მე თქვენს გადაცემაში არაერთხელ ვთქვი, სასაული იქნება რუსები დიდომს რომ გადაურჩნენ. ეხლა რაც არის ის თამაში იმ წიაღისეულს და ვერანაირ წიაღისეულს ვერც ამერიკა მიიღებს და ვერც ევროპა, მით უმეტეს ევროპა. რატო? ჯერეთი მთელი ის იშვიათი წიაღისეული მეტალები არის აღმოსავლეთ უკრაინისა და ყირიმის ტერიტორიაზე. ჩვენ გეოგრაფია ძალიან კარგად გვასწავლიდან, ამიტომ მე კარგად ვსწავლობდი და კარგად მახსოვს ეს ყველაფერი. ცოტაა დარჩენილი სხვაგან, აბა დასავლეთ უკრაინაში საერთოდ არაფერი არ არის. დასავლეთ უკრაინის გეგმა სხვანაირად იგეგმება. ადმო დიდი ბოდიში რეკლამის გამო მცირე ხით უნდა შევწყოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო თემაა, რომ შემდეგ მე რატომ მინდა ასე წარ, მე მინდა ვაჩვენო, იმიტომ მთელი პანო, იმიტომ რომ ასე ვითარდება ეს მოვლენები. საინტერესო, ჩვენ მცირე ხით დაგემშვიდობებით, დაგველოდეთ, მალე დაბრუნდებით.
ეთერში ბრუნდები და განაგრძობთ გადაცემას საუბარ ჩვენს სტუმართან დემურ გიორხელიძესთან. დემურ ციაღისეულს შეეხედა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაღაც ყოველს გონია განსი ჩვენთან მე ჩვენ საზოგადოებას ლაპარაკობ რომ ბრძოლა მიდის დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის, სინამდვილეში ბრძოლა მიდის ფულისთვის და მე ხა წამიკითხავს ბევრი რამ რაღაცები მინახავს კიდეც, მაგრამ ტრამპისა და მაკრონის აი ეს პრესკონფერენცია რომ ვნახე ეს იყო სასწაული ამბავი, როდესაც ტრამპმა თქვა თქვენ ფულს იღებთ ევროკავშირს უთხრა, ევროკავშირმა ან მაკრონმა უთხრა რომ არა ჩვენს ის თანხა გვაქვსო, რამდენიმე ასეულმილად რუსეთის, მაგრამ გაყინულიაო და თუ ამას გადმოგცემთ, მაშინ ჩვენ თანხას დავიბრუნებთო. ტრამპმა უთხრა თქვენ თუ აი ამ დონეზე იყო, ხო, თქვენ თუ ფულს უკან წაიღებთ, თქვენს ჩვენს გვინდა ჩვენი ფული წავიღოთ და ყველაზე ტრაგიკული არის ის რომ ეს ხდება აოხრებული უკრაინის და უკრაინელების ძვლების და სისხლის ფონზე, სისხლზე პირდაპირ დაუფარავად. აი რატომ გახდა თანამედროვე გეოპოლიტიკა აი ესე უსაზღვროდ უზნეო? მე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი, იმიტომ რომ პოლიტიკა ჩვენ უნდა დავინახოთ იმ კოორდინატთა სისტემიდან, სადაც პოლიტიკა იზომება და არა ყოფითი რა არის დაპირისპირების მთავარი რომ იტყვიან საფუძველი, როდესაც ბალანსების სისტემა ირღვევა. ბალანსები ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გავიდა აგერ 80 წელი და აღმოჩნდა რომ ყველაფერი ხელახლა დასალაგებელი. ფუძე ყოველთვის ომისა დაპირისპირებისა არის ეკონომიკა, ეკონომიკური ინტერხასუსვა. არ არსებობს არანაირი იდეოლოგიური დაპირისპირება, ეს იყო თავის დროზე გენიალურმა გოეთემ თქვა ვიალბისთან ნაპოლეონის ბრძოლას რა უყურებდა, ეს არის უკანასკნელი ომი, სადაც იდეებისთვის გავიდა ეს დრო. ეს არის ეკონომიკური ინტერესები და სტრატეგიული დომინირების მიზნები. ერთად ეს არ არის ერთი და მეორე, ეს არის ერთად, მაგრამ ეს არის ფუძე, სხვა არაფერი. რა კი რესურსების თემა არის უპირველესი, თქვენ ნახეთ რესურსებისადმი წოდომის იდეოლოგიურმა საფუძველმა, როგორც ევროპას დაემართა, არადა ბუნებრივია ევროპისთვის რუსეთთან თანამშრომლობა, რუსებისთვის ევროპასთან თანამშრომლობა, რესურსების პრობლემა აქვს შეერთებულ შტატებსაც, იმიტომ რომ ყველაფერი მას არა, ამას ყველაფერს დრო უნდა, მილიარდები უნდა, ტექნოლოგიები უნდა და ასე შემდეგ, ამიტომ სადაც არის და მოძიებული სადაც არის, თუ რუსეთში 84 ტრილიონი დოლარის სიმდიდრეა მოძიებული და მათ შორის არის იშვიათი წიაღისეული მეტალები, დაახლოებით ეჭვი არის ჯერ მოძიებული მთლიანად არ არის უკრაინაში 34 ტრილიონის არსებობისა აღმოსავლეთ და ყირიმში, მაგრამ მოძიებული და ნაღდი რაც არის, ეს არის 12 ტრილიონი, კოლოსალური თანხა და თუ რუსეთის კონტროლირება და არქტიკასაც ნახავთ, იქ არის მოძიებულზე უფრო დიდი ვიდრე რუსეთში, ანუ 84 ტრილიონზე მეტი. ნახეთ, შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ელ-რიადში, რამდენიმე ჯგუფია შექმნილი სამუშაო, იქ არ იყო უკრაინის თემა დომინირებული. ნახეთ, ჩვენ შეიძლება ჩვენმა მსმენელმა არ იციან, იქ იყო ინტერესები. არქტიკაზე ცალკე ჯგუფი იქნება, პრობლემაც რუსეთ შეერთებული შტატების ერთობლივი რაღაცები და თუ მოილაპარაკებენ ყველაფერზე ერთად, რა თქმა უნდა რუსები და ამერიკელები არქტიკასაც აითვისებენ ერთად, შემთხვევით არ გაახმიანეს ტრამპის გარემოცვაში, რომ ამერიკული ყველა დიდი კომპანია აპირებს დაბრუნდებს რუსეთში, მათ შორის ნავთობ კომპანიები, პლუს პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხები, ესე იგი, რამდენიმე ჯგუფია და ეს ჯგუფები მუშაობს. შეხვედრა იყო, მოდი ასე ვთქვათ, უმაღლეს დონეზე ოდნავ პატარა, იმიტომ რომ მეტი მაღალი დონე არის პრეზიდენტების შეხვედრა. დანარჩენი იყო უმაღლესი დონე,
ქვეყნის სახელმწიფოებისა და ეს ხო ძალიან პროფესიული ხალხი, რომლებიც ძალიან კარგად არიან გარკვეული ყველაფერში. ქართველები მართალია პოლიტიკური ზერელობით ხასიათდებიან, მაგრამ იგივე ამერიკული შეფასებები რო ნახოთ, ლავროვი ითვლება მსოფლიოში ნომერ 1 დიპლომატად, იმიტომ რომ 30 წელია უკვე ამ სფეროშია. მისი პროფესიონალი მოგწონს, არ მოგწონს, მე უბრალოდ ფაქტს ვამბობ, რომ ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, აქ მოწონება არ მოწონებაზე არ აგვაქვს ინტერესი. ესე იგი, რა გამოდის? რა კი ამერიკელებმა სხვისი ხელით უნდა შეინარჩუნოს სტრატეგიული გავლენები განსაკუთრებულ ნაწილზე, დანარჩენზე რუსეთთან მოილაპარაკებენ, მაგრამ ეს რესურსი ჯერ ბოლომდე უნდა იქნას გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ. ასეთია ტექსტი პოლიტიკური გლობალური თამაშებისა, როდესაც ჩვენ მოვილაპარაკებთ მაშინ, როცა ერთმანეთის მიმართ უკვე აღარაფერი აღარ შეგვიძლია ჯერჯერობით. მანახე როგორი ბიჭი ხარ? მანახე როგორი ბიჭი ხართ. ანუ ერთი ჩვენი ცნობილი მეფე გმირად შერაცხული თემურ ლენგს რომ უთვლიდა, რომ აბა ერთი ბრძოლის ველზე ვნახოთ, ვინახართო და 800 სისოფელი მიწასთან გაასწორა და გაჟლიტა ნახევარზე მეტი საქართველო. ამიტომ უბედურება რა არის? ესე იგი, ჩვენ ამ საუბრობთ პოლიტიკაზე, პოლიტიკის თვალთახედვიდან, მე რა შემჭირდება ის ვიღაცის საწოდავი შეფასებები თუ გნებავთ ამ გადაცემების წინაგადე, მაგრამ მე ვალდე ეს ჩემი ქვეყანა არის, მე ვალდებულად ვთვლავ, იმიტომ რომ რაღაც ცხოვრება გავიარე, არანორმალური შრომა ჩავდე ამაში და ახლა მინდა რომ ახალგაზრდები და ამ სახელმწიფოსთვის რაღაც გონიერების ფარგლებში გაკეთდეს ყველაფერი. ნუ შეიძლება მაძულებზე არ ივაჭროს ყველა. ერთი კაცი იწევს ხელისუფლების უკმაყოფილებას, იწევს გარკვეული ჯგუფების. მე რო ეს მანაღლებდეს, ხმასაც არ ამოვიღებდი. ამიტომ ურთულესი მდგომარეობა, მე ვფიქრობ, რომ რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, რომ ევროპაში დიდი ომი იქნას თავიდან აცილებული. ევროპას აქვს პოტენციალი თუ ნული. და აბა ეს ხო ევროპა მიცის ალბათ მე ვარაუდო. მაგრამ აქ მოდით ასე ვთქვათ, ევროპა არ არის ის, რასაც ჩვენ ახლა ვიცით, ეს არ არის ეს ნეოლიბერალური ტყლაპო. ეს არის თავსმოხვეული გიგანტურ ცივილიზაციაზე. ჩვენ მე ვფიქრობ, მე საბედნიეროდ ბავშვობიდან მომეცა საშუალება, რომ ორ კულტურაში აუხსნილიყავი, როგორც არის ჩემი საუკეთესო ქართული და ასევე საუკეთესო დასავლური კულტურა. ეს არის ყველაზე წარმატებული ცივილიზაცია მსოფლიოში. ყველაზე დიდი შედეგები რო დადო. ყველაზე ფართოდ რომ გახსნა ადამიანის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ის მკაცრი თამაშის წესები, სახელმწიფო სტრუქტურა, კანონმდებლობა ხოსორია, ეს ყველაფერი და ეს უზარმაზარი ცივილიზაცია მოანგრიეს ნეოტროცკიზმით, რომელიც შეფუთეს ადამიანის უფლებებში, თვით გამოხატვის. ანუ ეს დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს დაიწყო მიზან მიმართულად და დადგა კოლოსალური შედეგი. უზარმაზარი ცივილიზაცია ააცილეს საკუთარ რელსებს, მაგრამ ევროპა ხო მთლად ნეოლიბერალური არ არის, კონსერვატორებიც არიან, ტრადიციული წარმოდგენების ხალხი და იმ ევროპის ხარჯზე შეუძლია ევროპას აღიდგინოს. ეხლა მიდის ბოლო ეტაპი, ანუ მე პირდაპირ უხეშად ვიტყვი, რომ სანაგვეზე მიმავალი მანქანას შეუძლია აფეთქება მოაწყოს, ანუ აქეთკენ მიდის საქმე. მე ვფიქრობ, რომ ეს მოდით ასე ვთქვათ, ერთი მხრივ პოლიტიკურად სრულიად გასაგები ამერიკის დისტანცირება ევროპისგან, მეორე მხრივ მისი ინიციატივით ევროპის ქვეყნების წამოწევა და რუსეთთან დაპირისპირება ემსახურება ერთ საქმეს ჯერჯერობით. აი ნახეთ, რუსეთის მიმართ ყველა ანალიზი ცდარი აღმოჩნდა და მე ყო გამბედობა, რომ ეს წლების წინ მე თქვა, რომ ეს სისულელეა, ვკითხულობდი Rand Corporation-ის ამგვენის და რა ვიცი ვის ნაშრომებს არ ვკითხე, სისულელებია წერა, იმიტომ რომ ასე არ იყო და არ შეიძლება ასე ყოფილიყოს. არანაკლებ ცენტრებში მემუშავია მე, სადაც მართლა საქმეს აკეთებდნენ. რაშია
პრობლემა. პრობლემა არის იმაში, რომ 11,000 სანქცია დაუწესეს ქვეყანას და მან გასულ წელს 2024 წლის მონაცემით არა მარტო ეკონომიკა გაზარდა, რომელიც დასავლეთისთვის მიუღწეველი ტემპია, არამედ დადებითი სავაჭრო სალდო აქვს. გაზარდა ყველა მთავარში და არა ნავთობში და გაზში, არამედ სურსათში და ასე შემდეგ. ძალიან სერიოზულად გაზარდა. მთელი ექსპორტის 72% გადაასმისამართა აზიაში და ძალიან სერიოზული ბალანსი აქვს დადებითი. 20% დარჩა ევროკავშირთან ექსპორტი, 20% ცოტა არ გეგონოთ და ესე იგი დარჩა ერთი გზა. ეს რესურსები უნდა მოხმარდეს დიდ ომს, სადაც ის კიდევ უფრო გამოიფიტება, ჯერ არ იფიტება, თუმცა პრობლემები სერიოზული აქვს, მაგრამ რეალური ეკონომიკური მონაცემები, რეალური სამხედრო პოტენციალი და ასე შემდეგ არის იმაზე გაცილებით ძლიერი, ვიდრე ეს იყო 2022 წლის 24 თებერვალს და მე იმავე დღეს თქვი, ჩემი თაობის კაცმა, როგორ შეიძლება რუსების ან ფსიქოლოგია არ იცოდეს, ან რუსეთი არ იცოდეს, ჭიაღისეული არ იცოდეს, თუმეტეს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე სამხედრო სფერო არ იცოდეს, განსაკუთრებული სფერო არ იცოდეს ეკონომიკა. მე ვამბობ, რომ არ გამოვა ეს ასე, ამ ეტაპზე არ გამოვა. მაშინ დიდი ომი უნდა იყოს. ისეთი, რომელიც არ დაანგრევს მსოფლიოს, მაგრამ მესამეჯერ ევროპას და ევრაზიის ქვეყნებს გვარიანად რომ იტყვიან მოაოხრებს. მე შემოვლენ ამერიკელები და პატრონად დაუდგებიან დასავლეთ ევროპას და ეცდებიან ფეხზე დააყენონ. აი ეს არის სცენარი, რომელიც ფაქტიურად აშკარად იკითხება და ჩვენ ვართ ახლა ამის მოწმე. ახლა მე ხაზ გავუსვებ, რა კი ეს ფონი არის ევროპაში, ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ ამ სიტუაციას ებმება საქართველოში მიმდინარე პროცესები. და ეს მინდა მეკითხა, ჩვენ ფაქტობრივად ახლა საქართველოში ვაკვირდებით, ეს მე შეიძლება ცოტა სხვანაირი იყოს, მაგრამ აი სქემატურად ძალიან გავს, რაც მოხდა საუკუნის დასაწყისში, ხო? ჩვენთან ეს ძალიან გავს. და ამიტომაც ცოტა არ იყოს მზარა, მაფიქრებს, არ მზარავს, რაღა მზარავს. ერთხელ ცხოვრობ, ერთხელ მოკვდები ადამიანი, რა უნდა შეგზაროს, ხო? უბრალოდ რაღაცნაირად აი მაფიქრებს, რომ იგივე მეორდება და აი გაუგებარი არის, ჩვენთან ამ ჩვენ თანამემამულების ნაწილი ვერ ხვდება, ვერ მიხვდა, ვერასდროს ვერ მიხვდა ამ ბოლოს დაწვის განმავლობაში, ისევ ის გონია, ეხლა თანამგზავრული ომი. ეს არ არის ის ომები ხმალ და ხმალ რომ მიდიოდი ბრძოლაში. და მაშინ შენი ყოფნა არ ყოფნის საკითხი და არა ის დემოკრატია იქნებოდი თუ არა. მოდით პირდაპირ თქვა, თავარი განმაპირობებელი რაც არის, ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც ეხლა ჩამოვაყალიბეთ ჩვენ და ეს არის ფონი დღევანდელ ევროპაში. აქ არის 20 რამდენი წელი უკვე 30 წელია ფულიზე ჩამოყალიბებული ნეოკონკავშირლები, ეგრეთ წოდებული NGO-ები, ნახეთ რა დონის ერთუჯრედიანი ხალხია. ნახეთ ეს ჭრელა პარტიები, რომლებიც ფულის ხამები არიან და არის იდეოლოგიისგან შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდების საკმაო ნაწილი, საშუალო და უფროსი თაობის ნაწილი. ეხლა დააკვირდით ახალი არაფერი არ უთქვამს, ჯეფრი საქსი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მცოდნეა და არა მარტო მე ყველა მისი ნაშრომი ვიცი, ფაქტობრივად რაც მაკროეკონომიკას ეხება, მისი წიგნებიც და იმიტომ რომ ჩემ პროფესიას ეხება, ხო, მაგრამ ჯეფრი საქსი იყო პოლონეთში, რუსეთში, უკრაინაში, სხვაგან, ყველგან იყო მთავარი კონსულტანტი. ორი რამ თქვა ის, რაც იყო დახურული. როდესაც პოლონეთში ძალიან მაგრამ მოინდომეს ამერიკელებმა სერიოზული ფული ჩატვირთეს და კარგი რეფორმა გააკეთეს, ბალცეროვიჩი ესენი არაფერი არ იყო, უბრალოდ ბალცეროვიჩი იყო ის, ვისაც უნდა გაეგრძელებინა გარკვეული თავი გააკეთეს
საქსის ჯგუფმა და როცა მე ეს ჯგუფი გადმოიყვანეს ხელმძღვანელებმა რუსეთში, საქსმა უთხრა თავის ხელმძღვანელებს. მე მის ინტერვიუს გეუბნებით. ეხლა იგივეს გავაკეთებ მოსკოვში და საქსი ამბობს, რომ ცინიკურად გაეღიმათო. არა, მაგას არ გააკეთებ. რა გააკეთეს? ოლიგარქიზაცია დაშალეს, რამის 90 წლის წუმპიდან რუსეთს რო ამოვიდეს საბოლოოდ დაახლოებით მშვიდობიანი 10-15 წელი ჭირდება ამ განწყობით. ეხლა რო არიან მობილიზებულები. საქართველოს შესახებ საქსმა თქვა ანბანური რამე. თქვენ არ ღვევთ ამ ქვეყანას. კი, მაგრამ რამდენი ხანია მე ვამბობ ამას, რომ რაც საქართველოში ხდება, ამის შედეგი იქნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვა და მისი დაშლა. ეს არის ანბანური, იმიტომ რომ ის სისულელე, რაზეც აყოლილია ქართული საზოგადოების ნაწილი, სადღაც შინ რო ღირსებით მიდიან და ევროპა რომ უნდათ, აქ იქ შესვლით. წარმოიდგინეთ საქართველოს გეოპოლიტიკური განლაგება, გეოპოლიტიკური ინტერესები ასეთია, რომელსაც არავინ არ დაუშვებს. ისეთი მკვდარი წარმონაქმნი, ისეთი პოლიტიკური უნარო, უსუსური და გადაგვარებული ხალხის ხელში მყოფი ევროკავშირი საქართველოში ვერ შემოვა და თუ ამის ცდელობა იქნება საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ამას გააკეთებს არაერთი ქვეყანა, არამედ რამდენიმე ქვეყნის საერთო ინტერესში შედის. ჩვენი ეს მარაზმული წარმოდგენები, რომელიც 30 წელია კულტივირებულია, საფრთხეს უქმნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას ჩვენი მეზობელი ქვეყნებისა, სერიოზული მეზობელი ქვეყნების. თუ ვინმეს გონია, რომ რუსეთი მართლა ჟანგიანი ტანკებითაა და მალე დაიშლება და აღარ იქნება, ანდა ირანი ვინ არის, ხო, ირანი რო არის დღეს ისე უნდა, თურქეთი, რომელიც ძალიან სერიოზული რეგიონალური ქვეყანაა, შეიძლება არა იმ დონის, როგორიც ირანია დღეს, და თქვენ გონიათ ევროკავშირის ნაწილი გახდება საქართველო? კიდე გეუბნებით, მანახეთ ერთი გონიერი კაცი, რომელიც ამ იდიოტიზმის დონეზე მე არაფერს ვამბობ იმ საცოდავ მოტყუებულ ახალგაზრდებზე და კიდე სხვებზე, მაგრამ ვინც ფულს იღებს, იმათ ხო ეციან ეს ყველაფერი, ძალიან კარგად იციან, მაგრამ ფულის საკეთებლად ყველაზე იოლი გზაა, თქვენ განათლება არ გჭირდებათ, თქვენ პროფესიონალიზმი არ გჭირდებათ, თქვენ მეცნიერება არ გჭირდებათ, არ გჭირდებათ ყოველ დღე სამსახურში მუშაობა, თავარია შენი ქვეყნის ძირგამომთხრელი იყო და ამისთვის კარგად ფინანსირდებოდა. საქსმა თქვა ანბანური რამ. თქვენი პოზიციით თქვენ საქართველოს დაშლისკენ საქართველოს მიყავთ დაშლისკენ. დიახ, ეს ასია. ახალია რაიმე აქ არაფერი ჩემ გვერდზე წერია ეს ყველაფერი წლების წინ, იმიტომ რომ ჩვენ შევძელით ის, რომ აბსოლუტურად მარტო კაცმა, რომელთანაც არაფერი სხვა არავის არ აკავშირებს, არანორმალური, თქვა, ამას ხო დრო უნდა იკითხო და მე მოვიდე თქვენთან და მთელი საათი ვისაუბრო. ხო როგორ უნდა ვისაუბრო? მე 5-6 საათი მე ინფორმაციას ვეცნობი. საქმე იმაშია, რომ ინფორმაცია არის დღეს პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და არის პროპაგანდის და თუ გნებავთ საინფორმაციო ომის, მე არ შემიძლია რომელიმე წყაროს დავეყნო, მე უნდა ვნახო უამრავი ინფორმაცია ქვეტექსტებიდან, კონტექსტებიდან, ჩემი განვლილი ცხოვრების გამო, იმ მეცნიერების გამო, რომელიც დაკავშირებულია ფანტასტიკურ მეცნიერებებთან, 4 მეცნიერების შესაყარზე, მე შემიძლია ეს ანალიზი გავაკეთო, არ მეზარება. ვაკეთებ, რატო იცით? იმიტომ რომ მე მინდა ეს სახელმწიფო. მე მინდა ეს ძლიერი ქვეყანა იყოს. შეგვიძლია რომ იყოს. არიქა ეს არ გვიშვებს, არიქა მონავართ, კოლონია ვართ. არასდროს კოლონია არ ყოფილა. საქართველოს თავისი უზარმაზარი ისტორიის მანძილზე კოლონია შეიძლება გაგხადოს ამან. და ჩვენ ახლა ამ გზაზე ვადგავართ, როდესაც გარკვეული ნაწილის მენტალური რომ იტყვენ კრახის გამო ჩვენ მზად ვართ ჩვენ სახელმწიფოზე ვთქვათ ვარი. ვერავინ ვერ გვათქმევინებს ვარს, უბრალოდ დაგანგრევენ. ანბანურ რამეს ვამბობ. საშინელი
პერიოდი დგება. მე ვერ გეტყვით რით დასრულდება ეს, მაგრამ ომი დღეს და ხვალ რო არ დასრულდება, ეს აშკარად ჩანს, იმიტომ რომ რა გაგრძელება, გაკეთდება ევროპული ქვეყნებიდან გამოჩნდება მალე. ერთ კვირაში, ორ კვირაში, იმიტომ რომ დრო ბევრი არ არის. თუ ყველაფერი ჩაიშალა, გასაგებია რომ დაძაბულობის ესკალაცია მოხდება, მაგრამ არა ამერიკის მონაწილეობით. ამერიკა არ გამოჩნდება. ამერიკა მეორე ბრიტანელები არ გამოჩნდებიან, იმიტომ რომ მოდი დღია ტექსტით თქვათ ის, რაც კარგად არის ცნობილი პროფესიულ წერილებში. ბრიტანეთის კონტროლ ქვეშა გასაგები არ ვიტყვი ახლა ვისი, ხო? არა სტარმერი, სტარმერი ერთუჯრედიანი საწოდავია, რომელსაც მთელი ინგლისი დასცინის. ყველა ევროპული დიდი სახელმწიფოს ხელისუფლება არის ინგლისელების გავლენის ქვეშ და კონტროლ ქვეშ. ამიტომ ბრიტანელები გააკეთებენ იმას, რაც მის მომავალს ჭირდება. მის მომავალს ჭირდება არეალი, იმიტომ რომ თუ რუსეთი და ევროპი დაალაგდა ერთმანეთთან ურთიერთობაში, ბრიტანელებს ადგილი არ რჩება. და ეს იციან და შესანიშნავად წერენ, ბრიტანელი გავლილი აქვთ ის სკოლა, მაგრამ ეხლა თავისი გეი აღლომებით და იმ თავის დროზე ოქსფორდულ სენატ რომ იყო ცნობილი, ეს დიდი ხნის ისტორია, ეხლა უკვე ვთქვათ, რომ პოლიტიკის დონეზე აიყვნენ და ბრძოლის თავიც არ აქვთ. და გასაგებია რომ მე არ საუბრობ ოფიციალურ აკომპლექტებენო. დიახ, მე არ საუბრობ ოფიციალურ ბრიტანულ ხელისუფლებაზე. მე საუბრობ იმ ძალიან ცნობილ და ძლიერ ძალაზე, რომელიც აკონტროლებს მსოფლიოში საუკეთესო ჯერჯერობით სადაზვერვო სისტემას, როგორც არის Mi-6. ეს ჩვენ ახლა ლაპარაკობთ ინტელექტუალურ შემადგენელზე და ფაქტია, რომ ინტელექტუალური შემადგენელი ბრიტანელებს ძალიან ყველაზე დიდი აქვს. ინტელექტუალური შემადგენელი რაღაც დარჩენილი იქნება ევროკავშირის სხვა ქვეყნებში აუცილებლად. აუცილებლად იქნება კი ბატონო დარჩენილი, მაგრამ ომს და დაპირისპირებას სჭირდება კიდევ ფიზიკური მდგენელი. მხოლოდ ინტელექტუალური არ ყოფნის. როცა დიდი ომია. აი ასეთ სიტუაციაში ინტელექტუალური მდგენელი ძალიან პრიორიტეტულია, მაგრამ ომი როცა იწყება, იქ ფიზიკური მდგენელი არის აუცილებელი და ეს მინდა ვიკითხო. რას ნიშნავს აი ეს დიდი ომი, დიდი იქნება თუ პატარა იქნება, ომი ევროკავშირი, ევროპასა და რახან ბრიტანეთის არის ამიტომ ევროპა ვთქვათ, ევროპასა და რუსეთს შორის და რას ნიშნავს ამ ომში გამარჯვება, დამარცხება. მოსკოვამდე შევლენ, ვთქვათ, ბრიტანელები, ესენი შევლენ ლონდონამდე თუ ბერლინამდე. თუ აი რა დატვირთვა ექნება ამ ომს. დატვირთვა ექნება ბოლომდე რა რესურსიც არის გამოყენებული იქნა რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა კარგად იციან, რომ რუსეთს არაფერი არ მოუვა. როგორ არ მოუვა, მაგრამ ის რომ თქვათ მათი მიზანი განხორციელდეს ევროპელების ხელით და ნატოს ხელით ამერიკის მონაწილეობის გარეშე ეს არ მოხდება. თუ ამერიკა მონაწილეობს, ყველაფერი დასრულდა და ხო იცი ფინიტა ლა კომედია ხო იქნება, ისე იქნება. თუ ეს არ იქნება, ეს საკმაოდ ძალა, მაგრამ ნახეთ მე გუშინ წავიკითხე ევროპულ პრესაში, მაქსიმუმ მათ შეუძლიათ რამდენიმე ხანში ბრძოლის უნარიანი მაქსიმუმ 300,000 კაცი შეკრიბონ. აი ახლა ის ადამიანური ფაქტორი, ის ინტელექტუალური ფაქტორი ამ ევროპაში სერიოზული წინააღმდეგობა არის იმისა, განსაკუთრებით ევროპული ხელისუფლების, ეს ხო ევროპული ხელისუფლება არც არის ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც ჩაფლულია კორუფციაში და ყველაფერ უბედურებაში და ხალხის განწყობა. გერმანელები გასაგებია ისევ გაიღვიძა მათ რუსეთის წინააღმდეგ ამას, მაგრამ რაც რამდენჯერმე მიიღეს, იგივე მიიღებენ ახლაც. ყველანაირი შეფასებით, მათ შორის ამერიკული ანალიტიკოსების შეფასებით, თუმცა მეც ვაკვირდები სტატისტიკას, ვაკვირდები მონაცემებს და ასე შემდეგ, გერმანიას არავითარი ძალა არ აქვს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ამ რესურსის გამოყენებას შეუძლია სერიოზულად დავნოს რუსეთს. მე ბანდებურ კიდევ სამწუხაროდ რეკლამის გამო უნდა შევწყვეტოთ, ძალიან დიდ ბოდით იხდით, ჩვენ მალე დავბრუნდებით და ესე მიმოვიხილოთ დანარჩენ ევროპულ სახელმწიფოებს რა პოტენციალი აქვს რუსეთის წინააღმდეგ, დაგველოდეთ ჩვენ მალე დავბრუნდებით.
ჩვენ ეთერში დავბრუნდით ჩვენ სტუმართან ერთად დემურ გიორხელიძესთან. დემურ გერმანიის შესახებ ვთქვით, საფრანგეთს რა პოტენციალი აქვს, პოლონეთს და კეთილდღობით სავსე სხვა. რასაც მე ვამბობ, ზუსტად უნდა კონტექსტი ავხსნა, იმიტომ რომ გერმანიის რესურსი დასამარცხებლად არის და საფრანგეთის და ევროკავშირის რესურსი თორეს მაინც რესურსია, სერიოზული რესურსია, რომელსაც ძალიან სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია. საფრანგეთის სტატია დავდე ფრანგული გაზეთის 3-4 დღის წინ, სადაც პირდაპირ წერია და ამას წერენ არა ვიღაცები, რომ ჩვენი ბომბდამშენები 3 დღე გვეყოფა და რაკეტები ჰაერი, ანუ რაც ყველაზე კიდე 3 დღე გვეყოფა. რა თქმა უნდა, საფრანგეთი არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, ბრიტანეთს არ გულისხმობ, რომელსაც ბირთვული აქვს და ეხლა გაჟღერდა ის, რომ თუ ესე იგი ამერიკელები გაიყვანებენ ჯარს ევროპიდან და მე მგონი გაიყვანებენ და მთლიანად ევროპას დატოვებენ რუსეთის პირისპირო ამათმა აუცილებლად იომონ ფრანგებმა განაცხადეს რომ მზად არიან გერმანიაში განალაგონ ბირთვული იარაღი. კი ბატონო. მაგრამ იქ რთული იქნება ამერიკული ბირთვული იარაღის გატანა, ესე მარტივი ხო არ არის ბირთვული? რატო? არაფერი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ჯერ ერთი ნატოს ყველა რაკეტული სისტემა და ყველა რაკეტა მხოლოდ ამერიკელების ხელშია და ყველა კოდი მათ ხელშია, ევროპელებს არაფერი არ შეუძლიათ, გამორიცხულია. ამიტომ იყო, როდესაც მერცმა მეორე დღესვე ომის რომ იტყვიან რიტორიკა გაუშვა და ტაურუსებს მივაწოდებო და ასე შემდეგ, ცხავისთავად ცხადი ამას რეაქცია მოტყვა, იმიტომ რომ ტაურუს რომ მიაწოდებ შენ უკრაინას, პლუს შენი ნაწილები უნდა მიაწოდო, იმიტომ რომ ტაურუსი არის კოსმოსური რაღაც რომ იტყვიან დამიზნება, გაშვება, ამისთვის უკრაინელები ჯერ უნდა ასწავლო თვეები და ტაურუს ვერ მართავენ. ეხლა ხო აქცენტი. ამიტომ ეს ნიშნავს ავტომატურ ესკალაციას და მე ვფიქრობ, რომ ევროპელებს მიდენიან რუსეთის წინააღმდეგოდ. ხას უსვამ, გამზადებული ცნობილი ინფორმაცია უკვე არის. ჯორჯესკუ ჩახსნიდა ამას, იმიტომ ვის უნდა ეხლა ამიხსენით ახლა რუმინეთის რომელ ნორმალურ ხელმძღვანელს უნდა უდოდეს რუსეთთან დაპირისპირება, ხო? მაგრამ ის დაიჭირეს, თურმე ბილეთები ქონია, კაცი პრეზიდენტი იყო და ახლანდელ არჩევნებში პრეზიდენტი გახდებოდა დღევანდელი რუმინეთის და იმის დაწერას. მით უმეტეს კიდე გეუბნებით, ვისაც ეს თემა აინტერესებს, ამერიკული პრესა ნახოს, რომ მხოლოდ ევროპაა ჩარეული იმ არჩევნებზე და ამერიკა და არავითარი რუსეთი ვერც ჩაერევა ნატოს წევრ ქვეყანაში, ვერაფრით ვერ ჩაერეოდა. მით უმეტეს იქ უზარმაზარი ბაზა აქვს ნატოს. იქაა ყველაფერი თარმოყრილი, რომელთაც უკრაინას ეხმარება. ესე იგი, ფრანგებიც არ არიან მზად ომისთვის, გამორიცხულია. პოლონეთმა უარი განაცხადა უკრაინაში ჯარის გაშვებაზე. პოლონეთი უკრაინის თემა არის ცალკე სასაუბრო თემა, იმიტომ რომ ისტორიულად ეს იმდენად აბურდული საკითხია. პოლონელების მთავარი ოცნება არის ლვოვი და ორი ოლქი დაიბრუნონ. გავლენა არის ვასტოჩნი კრესი, ესა მათი ოცნება და რუსებმა მიანიშნეს ნარიშკინის სახით, რომ ისინი შეკრებიან და მიდის ეს მუშაობა, რომ ყველა ვისაც პრეტენზია აქვს უკრაინის მიწებზე, ეს ხო მარტივი არ არის, პოლონელები არიან, იმიერ კარპარეთი ეს უნგრეთია, რუსინები ეს რუსულ ენოვანი უფრო რუსებისკენ არსებული მოდი ეთნოსი არ ქვია მას უბრალოდ ხალხი სლოვაკიის ინტერესებშია სერიოზულად სლავები არიან ხო სწორია იქ რჩება მოლდავეთი რუმინელების პრიდნესტროვის გარეშე რა თქმა უნდა რასაც გაგაუზია ეს ცალკე თემა კიდე ამიტომ
პრობლემა რაშია? პრობლემა რა უკრაინის დაპყრობაშია. ხასუსამ თუ მთელი მსოფლიოს განადგურებას საათნახევარი ჭირდება და მე მაშინ 22 წელს ვთქვი, რომელიც მე ამოჭრეს და რაღაც ის კონტექსტიდან უკრაინის განადგურებას 1-2 საათი ჭირდება. მაგრამ ამას ვერ გაანადგურებენ, იმიტომ რომ თავის ხალხს ვერ გაანადგურებენ, ხო სწორია? თორე ტექნიკურად უკრაინას არაფერი არ გააჩნია, თავი დაიცვას. ვერ მოხდება, ამიტომ მე ვთქვი სრულიად გასაგებად, რომ განადგურებას კი ჭირდება და დაპყრობასაც დიდი არაფერი ჭირდება, მაგრამ ვერ დაიპყრობ შენ, იმიტომ რომ არავინ არ აღიარებს ამას. და ხალხის მართვაც როგორია ახლა იმ ხალხის რომელსაც დაიპყრო? ტრამპმა აბსოლუტურად ზუსტად ჩამოაყალიბა ის ფაქტობრივად ის რასაც მე წერდი, იმიტომ რომ ეს არის მიზეზი, ახლა მე მომწონს ვინმე თუ არ მომწონს, ეს არ არის ანალიტიკის საქმე. ეს იყო მიზეზი და მან სწორად ეს ომი არ შეიძლება მოხდარიყო, თუ პროვოცირებული არ იქნებოდა. ვერანაირი რუსეთი ნაბიჯს ვერ შედგამდა უკრაინაში. მინსკი 1, მინსკი 2 რა ხელშეკრულებები იყო? ერთადერთი მოთხოვნა იყო რუსულენოვანი 2 ოლქში, ხო სწორია? რაიმე ტერიტორიაზე იყო დავა? არაფერი, უბრალოდ ნეიტრალური უნდა ყოფილიყო ქვეყანა ნატოს გარეშე და თმის ღერი ვერ ჩამოუვარდებოდა. ვი გააკეთა პროვოცირება, სწორად თქვა ტრამპს, ცხადი ამერიკელებმა გააკეთეს, აბა? არ გახსოვთ ბაიდენი როგორ ამბობდა 31 საათში შევლენ, 12 საათში შევლენ პროვოცირება მიდიოდა ჩვეულებრივ. ამიტომ ტრამპი რუსეთუმე კი არ არის. ესე იგი რადონის გონება დამთხეული უნდა იყოს ადამიანი, რომ ტრამპი კგბ-ს აგენტად ეს სასწაული პიარია, ეს საქართველოსთვის ცუდი პრეცედენტია, იმიტომ რომ არ დაგავიწყებთ, რომ აქ ამერიკის საელჩო ამართალია, ეს ამერიკის საელჩო დღეს წინა ხელისუფლების მიერ დაკომპლექტებულია, მაგრამ იქ ვიღაც გონიერი ხალხი არის, რომელიც აკვირდება ამას. ესე იგი გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლების წაყრუების არ გმობს ამას, წარმოგიდგენიათ ამერიკელის პრეზიდენტ ამ დროს 10 დღის წინ მე დავდე მთლიანად პირდაპირ მოსმენები კონგრესში, სადაც გაიშიფრა ყველა საბუთი, როგორ ეხმარებოდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ჰილარი კლინტონს. ხო ნახეთ თქვენ დაწერეთ შოკი კი არა. მე ის სპეცპროკურორი რო დანიშნეს, როგორ იტყუებოდა ის, გაიხსნა ყველაფერი. ეხლა მითხარით თქვენ, წინა ხელისუფლება ბაიდენის ადმინისტრაცია იცის, რომ ტრამპს ხელახლა უნდა შემოვიდეს პოლიტიკაში. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ამერიკის მტრედაა მოკიდებული, ნახეთ თულსი გაბარტმა რა განცხადებები გააკეთა ცენტრალურ სადაზვერვო თანამშრომლებს, ამერიკის მტრები არიან და ესენი ვერ შეინარჩუნებენ ადგილსა, ხო? გაიხსნა ყველა საბუთი და ეს სისულელე, რომელიც დოკუმენტალურ, როგორ შეიძლება ამერიკის პრეზიდენტი გახდეს კაცი, რომელიც ვინმესთან არის დაახლოებული და მით უმეტეს რუსეთთან. როგორი სიმწირე აზროვნების და სიმწირე კი არ არის, ეს არის გონება დამთხეული ხალხი და ქართული ხელისუფლება რას აკეთებს, იცით? მე დავწერე გუშინ ამის შესახებ, თამაშობს. ყვარყვარესავით 2-3 დროში აქ უკან შემონახული. ორსკამსკაზე ზის პროტესტს არ აცხადებს, რომ ხელი ეთამაშება ევროპას, რა იცი, რა მოხდება, რაც ქვია, რა მოხდება. ანტიამერიკანიზმი არის, კიდე გეუბნებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რომელიც შეიძლება კრიტიკა ამერიკისა მე რო გამიკეთებია. ისეთი უნდა, მაგრამ მე ამერიკის პოლიტიკას ვაკრიტიკებდი, იმიტომ რომ იმ პოლიტიკამ მიიყვანა დღეს ამერიკის ადმინისტრაცია იმ გლობალურ ცვლილებამდე, რომლის გარეშეც ამერიკა აღარ არის. მე ამას ვაკრიტიკებდი, იმიტომ რომ ბავშვობიდან ვიცი ეს ქვეყანა. ახლა მით უმეტეს, ხო? ამიტომ პოლიცია საქართველოს ხელისუფლების არის აბსოლუტურად მიუღებელი. აი, რა უნდა ქნას, თქო, აი ბაიდენის შემთხვევაში თქვით ანტიამერიკანიზმი იყო ხელისუფლების განცხადებები ამერიკის წინააღმდეგ? იყო, რა თქმა უნდა. იყო განა ანტიამერიკანიზმსაც არ დავაბა. უბრალოდ პროფესიული პროფანები არიან, დააკვირდით ეგრე. ოცნების ლიდერი, პროფესიული პოლიტიკურად პროფანი ხალხი, გაუგებარი
პოზიციისა, რასაც იმპულსურად იტყოდნენ, ეს არის პროფესიონალი, თორე როგორ შეიძლება წლების განმავლობაში ის პოზიცია ქონოდა საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს, რაც ჰქონდათ. ადადებული. პოლიტიკოსები პროფანები, ოპოზიციაში კიდევ უფრო უარესი პროფანები. ეს საერთოდ ცალკე კატასტროფაა. საზოგადოება, თქვენ თქვით საზოგადოების ნაწილი როგორ დიდი ნაწილი მოტყუებული და რატომ უნდა არსებობდეს ასეთი სახელმწიფო, რომლის არც საზოგადოება ვარგა, ცუდ კითხვას დავსვამ და არც ერთადერთი აი რატომ უნდა არსებობდეს? აი გებიწევით, რაც ეხლა თქვენ შესანიშნავად დასვით საკითხი, რაც მე მაიძულებს ერთ კაცს არაფერს მოვერიდო, მე ხო ამ პოზიციისთვის ხარკს ვიხდი, ხო სწორი, არაფერში არ მჭირდება. მე ღია ტექსტით დამიწერია ეს, რომ ასეთი სახელმწიფო ვერ იარსებებს. არადა ამ ხალხს, რომელიც გადარჩენილია, ქართველი ხალხი გადარჩენილია დიდ მასაში, ზნეობრივია. ამერიკაში ყოფნისას უშიშროების საბჭოში უზარმაზარი თანამდებობის პირი, რომელსაც ვესაუბრებოდი რამდენიმე კაცთან ერთად, რა მითხრა, იცით, როცა გაიხსნა ბოლომდე ასეთი ხალხი მსოფლიოში შენარჩუნებული არ არისო. ასეთი ზნეკეთილი ხალხი, ხო იცით, ვინავარდო, ხო, რატო მთელ მსოფლიოს მithumetes მაშინ განაგებდნენ თავიდან ბოლომდე. ეს ხალხი გადარჩენილია, არის გამყიდველი ინტელექტუალური ელიტა, აი უკანასკნელი, პირდაპირ ვიტყვი, ეს არის მაპატიეთ თქვენ ინტელექტუენდები და ეს არის ჩათოლახების გამყიდველი საკუთარი ქვეყნით მოვაჭრე ხალხი, ოღონდ თვითონ იყო და ეს არის გამყიდველი პოლიტიკური ელიტა. ხალხი გადარჩენილია, მაგრამ ამ ხალხს სჭირდება სტიმულები, რომ თავის და ფიქრობ ეს უკვე დაწყებულია, რაღაცებზეა საუბარი, ღია ტექსტით განვაცხადეთ, ვაკეთებ, შესანიშნავ, რომ ხალხის გადარჩენილი ქართველი ხალხის დიდი გაერთიანება უნდა მოხდეს. არავითარი პარტიები ვის რაში ჭირდება, პარტია 333 პარტია ქვეყანაში, ჩინეთში გასაგებია ვერ იქნება, მაგრამ ამერიკაში არ არის 333 პარტია. 350 მოძრაობა არ არის ამერიკაში. და 34,000 არასამთავრობო ორგანიზაციას თქვენ თუ სადმე მომიძებნით მე. ამიტომ ვართ აი ამას გარღვევა უნდა. დიახ, თუ ასე გავაგრძელებთ, კარგი, ჩემი არ გინდათ დაიჯეროთ ხო, მithوارესი, ვისაც არ ჯერა. აიღეთ ეგრე უზარმაზარი ძალიან წესიერი კაცია, ძალიან კარგი კვალიფიციური ეკონომისტია, სერიოზულად. ამბობს, რომ თქვენ ევროპელი პოლიტიკოსები, რასაც საქართველოს მიმართ ახორციელებთ, ეს გამოიწვევს ამ ქვეყნის დაშლასო. ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული კაცი, რომელიც მსოფლიოს უმაღლეს ელიტასთან არის პირდაპირ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებასთან არის შენობით. ყველგან მიესვლება, იმიტომ რომ გაიარა კოლოსალური პროფესიული გზა, არცად თავი არ შეურცხვენია, ეს ასე იოლი არ არის. 10 წელიწადები იარო და შეგეძლოს ასე ლაპარაკი, ხო? თუ გნებავთ, რასაც მე ვაკეთებ მოგძალებულად, რაც შემიძლია, ხო? ამიტომ ეს უნდა გავარღვიოთ. არ გავარღვევთ, არ გვექნება ეს სახელმწიფო. არ გექნება ეს სახელმწიფო და იმდენად სასტიკი დრო ამ ქვეყანაში არავინ არ გაგაჩერებს. 20 წელი 2000 წელს მითხრე ძალიან სერიოზულ ევროპულ ცენტრში ქართულებს არ აღმოაჩნდათ. გასაგებია, შენი ქვეყანა დააქცია 92 წელს. ესროლე შენ ქვეყანას სინამდვილეში ვიღაცის ინტერესების გამო, ხო სწორია? ფლეცად ვერ გაგიგია რა მოხდა, ხო? ამიტომ მომავალი იქნება ის, რომ ქართველები დაკარგავენ ამ ქვეყანას. ჩვენ ვართ ამ გზაზე. ამის შეგუება ნიშნავს, რომ ჩვენ ვიქნებით ყველაზე დაწყევლილი თაობები. აი, თაობები, რომელსაც საფლავი არ ეკუთვნის, მიწა არ უნდა აღირსო.
ამიტომ ეს უნდა გავარღვიოთ და თუ ამას ვერ გავაკეთებთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ერის სასიცოცხლო პოტენციალი ამოწურული. თუმცა იმეც ვიტოვებ რომ მე რო ეს მჯეროდა ხმასაც არ მოვიღებ. კი ბატონო, არ ვფიქრობ რომ გავსწორდებით მაგასაც დავინახავთ ჩვენ და ისე გავსწორდებით როგორც საქართველოს და ქართულ ხალხს ეკადრება რა. რა თქმა უნდა, მეც ესე მგონია, მაგრამ ეს იმას ანჩებს საფრთხე უნდა შეაფასო. მოდი პირდაპირ თქვა ღია ტექსტით. რაც დაჭირდება ის გაკეთდება. ეს რაც დაჯდება ის დაჯდება. აბა ნახოთ ვინ შეეწინააღმდეგება. რა ბატონო დემურ, აი ამ როგორ იქნება შესაძლებელი, ვთქვათ, რუსეთ-უკრაინის ომი რაღაცნაირად ავიცილეთ, რომ აქეთ არ გადმოვიდა. არაფერი მოხსნილი არ არის. ომის შემთხვევაში, ხო, აი ჩვენ აი ეს რომ ჩვენ შეიძლება რომ აი ერთ-ერთ პოლიგონად თუ ერთ-ერთ მიმართულებად არ ვიქცეთ. ვართ. იმიტომ არ სუსტება გარედან ზეწოლა რა და პლუს ამას უნარობა ხელისუფლებისა რომ ამას არ მისცეს მე იმას არ ვამბობ რომ რაიმე რეპრესიები არ ჭირდება რეპრესიები ამას ჭირდება ქვეყანაში კანონის ამოქმედება მეტი არაფერი ახსნა ბევრი ახსნა მეტი ამას უნდა პროფესიული მუშაობა ნახეთ ჩაკეტილი ტელევიზიები აიღეთ პრო სამთავრობო ტელევიზიები ხო და მით უმეტეს ერთ-ერთი ყველაზე უსაშინელესი რომელსაც ქვია საზოგადოებრივი მაუწყებელი ყლაპო მე კერძო ტელევიზიებს კი ვუძახი მათ კანალიზაციის ტელევიზიებს მაგრამ თავს ნუიტყუებთ ისეთი ტელევიზია ახლა ჩამოვთვლი 1 2 3 4 საყოველთაოდ ცნობილი კანალიზაციის ტელევიზიები ხელისუფლების ფარული დახმარების და მხარდაჭერის გარეშე ვერ იარსებებენ იმიტომ რომ არ შეიძლება ხელისუფლება უშვებდეს ამას მაგრამ აწყობს ჭირდება იმ პოლიტიკისთვის როცა ყველაფერი მღრია ერთადერთი ნათელი მოდის ხელისუფლებიდან გამიგეთ ხო ყველა სხვა დანარჩენი ესე არავინ არ არის და ამაში ცხადია ხელისუფლებისთვის აბსოლუტურად უვნებელი კონტროლს დაქვემდებარებული მაგრამ საქართველოს ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული არ არის გარეზეწოლა რომელიც მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მოითხოვს განსაკუთრებულ პოლიტიკურ სიმტკიცეს და არა იმ რომ იტყვიან ესეთ თამაშს ხო ორსკამიან თამაშს რომელსაც დღეს ხელისუფლება ეწევა მაგრამ ეს მომენტი ხომ დადგება რა პირი უჭას ხელისუფლება ვისკენ არის კონსერვატორების მე რო დღესაც ვაცხადებ იმას რომ საქართველოს პრობლემები და სირთულეები წინა აქვს ძალიან ძიმე პრობლემები წინა აქვს, იმიტომ რომ ეს არის გლობალური დაპირისპირება, რომლის შედეგი ჯერ ცნობილი არ არის და რომლის დასრულება რა დაჯდება, ჯერ ცნობილი არ არის. დასრულდება ყველაფერი, მაგრამ ვინ რას გადაიხდის ამაში, ამის თქმა დღეს არავის არ შეუძლია. გადაიხდის ვიღაცა უზარმაზარ ფასს. ვიღაცა ნაკლებს, კი ბატონო. ვიღაცა ნაკლებს. ძლიერი დარჩება, სუსტი განადგურდება. სუსტი განადგურდება, სუსტი ქვეყნების, პატარა სუსტი ქვეყნების ადგილი უკვე აღარ არის გეოპოლიტიკაში, ძლიერი ქვეყნები რაღაც ფორმით დარჩებიან, ელიტები შეიცვლება და დადგება სხვა რეალობა. აქეთკენ მივდივარ, თუმცა ჯერ მანამდე კაი მანძილია გასავლელი. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ბუნებრივად ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, პრინციპში სულიერი თვალსაზრისით და სხვა ქრისტიანულადაც ომიც და ნებისმიერ დაპირისპირება ის არის ერთგვარი განსაცმენდელი ეს არის ღმერთის დაშვებები და ეს ყველაფერი არის იმისთვის რომ ჩვენ უფრო კარგად გავიაზროთ გავძლიერდეთ და ეს დანიშნულება აქვს მხოლოდ და მხოლოდ საჩვენო მე სულიერ თვალსაზრისით ვამბობ რომ არ სურვილის არ ქონა სისუსტეს და ვინმეს დამორჩილებას არ ნიშნავს ელემენტარულ გონიერებას ნიშნავს კეთილი იმედი მაქვს რომ ჩვენ მოვნახავთ ჩვენ თავში ძალას რომ ხელოვნურად მაინც არ დავაჩქარებთ თვითგანადგურების პროცესი იმიტომ თვითგანადგურების კოდი ჩანს რომ ჩართულია ჩვენი საზოგადოების ნაწილში
და ყველაფერი ისე კეთილად დასრულდება, თუმცა ძალისხმევის გაღება მოგვიწევს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ მშვიდობებით ერთმანეთს. ხვალ გადაცემა არ გავა, იქნება კალათბურთი და ჩვენ შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს 11:10 ნახვამდის.